მსოფლიოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, უამრავი ცოცხალი არსებაა. ვინ აძლევს სიცოცხლეს ყველა ამ ცოცხალ არსებას? ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ სიცოცხლის საიდუმლო ყველაფერში, რაც ღვთისნების მიხედვით არის შექმნილი. გამოცხადება მეოთხე თავი, მე-11 მუხლი. ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ. ჩიტები ცაში დაფრინავენ, თევზი ზღვაში მოცურავე, ცხოველები მინდორში მორბენალი. ყველა ცოცხალ არსებას ჰყავს დედა და მამა. და ისინი იღებენ სიცოცხლეს დედისა და მამისგან. ჩვენ ადამიანებიც ვიღებთ სიცოცხლეს ჩვენი დედისა და მამის მეშვეობით. და ყველა ცოცხალ არსებას აქვს მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული განსაზღვრული სიცოცხლის ხანგრძლივობა. ძაღლებს აქვთ სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელი, სპილოებს 60 წელი, ზღვის კუებს კი 200 წელი. მას, ვისი მეშვეობით შეგვიძლია მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე. ვისი მეშვეობით შეგვიძლია მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე. 1 ტიმოთეს მე-6 თავი, მე-16 მუხლი. ერთადერთი, რომელსაც უპყრია უკვდავება. 1 მოციქულისა იოანესი მეორე თავი, 25 მუხლი. ხოლო აღთქმა, რომელიც მან აგვითქვა, საუკუნო სიცოცხლეა. მხოლოდ ღმერთს, რომელიც უკვდავია, შეუძლია მოგცეს საუკუნო სიცოცხლე. მას, როგორი ღმერთი გვაძლევს საუკუნო სიცოცხლეს. მათეს მე-6 თავი, მე-9 მუხლი. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა. გალატელთა მე-4 თავი, 26 მუხლი. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია, ის ყველა ჩვენგანის დედაა. ღმერთი გვაძლევს საუკუნო სიცოცხლეს და ისინი არიან მამა ღმერთი და დედა ღმერთი. ეს არის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც იმალება ყველაფერში, რაც ღვთისნებით არის შექმნილი. მას, როგორ აძლევენ მამა ღმერთი და დედა ღმერთი საუკუნო სიცოცხლეს. იოანეს მე-6 თავი, 44 მუხლი. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. როგორ შეგვიძლია ვჭამოთ იესოს ხორცი და დავლიოთ მისი სისხლი? ლუკას 22 თავი, 15 მუხლი. სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა: ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღურება. პასექის პურის მიცემისას იესომ თქვა, რომ ეს მისი ხორცია. ხოლო პასექის ღვინის მიცემისას მან თქვა, რომ ეს მისი სისხლია. როდესაც ჩვენ ვიცავთ ახალი აღთქმის პასექს, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს საუკუნო სიცოცხლე ღვთის ხორცისა და სისხლის მემკვიდრეობით და გავხდეთ ღვთის შვილები. გთხოვთ, დაიცავით ახალი აღთქმის პასექი და მიიღეთ საუკუნო სიცოცხლის კურთხევა ღმერთი მამისა და ღმერთი დედისაგან.